მთავრობა ურთაჭალაში სამინისტროების გადატანის პროექტს დაუბრუნდა. ამას ითვალისწინებს ირაკლი კობახიძის 4 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დაევალა. განკარგულების თანახმად მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა მოამზადოს პროექტის ხარჯთაღრიცხვა და ის ფინანსთა სამინისტროს გააცნოს, რომელმაც შესაბამისი ხარჯები 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში უნდა გაითვალისწინოს. ურთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა თავდაპირველად ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, თუმცა პროექტი საბოლოოდ აღარ განხორციელდა. მთავრობამ 4 აგვისტოს მიღებული განკარგულებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 18 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაავალა. ამასთან ფინანსთა სამინისტროს დაევალა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის დაფინანსება შემდეგი წლის ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი. ჯერ კიდევ 2019 წელს გაკეთებული შეფასებების თანახმად პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის ჯამური ღირებულება 330 მილიონ ლარზე იყო პროგნოზირებული. 4 აგვისტოს გამოცემული დადგენილებითვე საქართველოს რკინიგზასაც დაევალა პორტამდე მისასვლელი სარკინიგზო ხაზის გაყვანა. ამასთან მთავრობა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვასაც გეგმავს. ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 2024 წლის აგვისტოში მთავრობამ ბელგიურ ჰიდროსაინჟირო კომპანიასთან გააფორმა ზღვის ფსკერის დაღრმავების, ტალღმჭერისა და პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობის კონტრაქტი. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე წელს 150 მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა პორტის პროექტს გენერალური ინვესტორი ამ დრომდე არ ყავს. ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსი ჯერ კიდევ 2024 წლის 29 მაისს დასრულდა და მაშინ უპირატეს მონაწილედ ჩინური კონსორციუმი დასახელდა, თუმცა 1 წლის და 2 თვის შემდეგ ამ კონკურსს ოფიციალური გამარჯვებული არ ყავს. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ფიზიკურმა პირებმა უძრავი ქონების, ბინების, კომერციული თუ საოფისე ფართების გაქირავებიდან მთლიანობაში 344 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს თანხა 12%-ით არის გაზრდილი. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად საქართველოში უძრავი ქონების ქირავნობა სეზონურ სახეს ატარებს. მაგალითად, 2025 წლის იანვარში სულ 23900 პირს ჰქონდა იჯარიდან შემოსავალი. ივლისში კი გამქერავებელთა რიცხვი 28300-ს აღწევდა. უწყების მონაცემებით მეიჯარეთა ყოველთვიური შემოსავალი 2025 წელს საშუალოდ 49 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ შორის ის ყველაზე მცირე იყო იანვარში 44 მილიონი ლარის ოდენობით. ივლისში კი 52 მილიონ 100.000 ლარს აღწევდა. შემოსავლების სამსახურის თანახმად მეიჯარეთა საშუალო შემოსავალი თვეში 1835 ლარს, ანუ $680 შეადგენს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სისტემაში მეიჯარეთა კატეგორიზაცია არ ხდება, ეს საიჯარო შემოსავალი წარმოადგენს სრულ შემოსავალს, სადაც საცხოვრებელი სახლების მეიჯარეებთან ერთად გაერთიანებულები არიან კომერციული თუ საოფისე ფართების მეიჯარე პირებიც. რაც შეეხება რაოდენობას, თუ კი 2024 წლის ივლისში ქირავნობიდან მიღებული შემოსავალი ოფიციალურად დეკლარირებული 26300 პირს ჰქონდა, 2025 წელს ის 2000-ით არის გაზრდილი. გალტენ ტაგარტის თანახმად 2025 წლის ივნისში თბილისში ქირის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე თვეში $9.9 იყო. შედარებისთვის 2024 წელს ეს მაჩვენებელი $9.9, 2023 წელს კი $11.4 შეადგენდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერები დააკავა. უწყების ინფორმაციით ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდა ონლაინ პლატფორმის, აპლიკაციის და მომსახურების ოფისების მეშვეობით. ამ ოპერაციების მოცულობა კი 100 მილიონ ლარს აღწევდა. კანონმდებლობის თანახმად მსგავსი საქმიანობა საქართველოში ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერად რეგისტრაციას მოითხოვს. სამსახურის ინფორმაციით კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. უწყების თანახმად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების გამოსავლენად.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის მოერგი კონტრაქტი გააფორმა. გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე 28 ივლისს 649,000 ევროს ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა დუბაიში რეგისტრირებულ კომპანიამ FLC Marketing Management LLC-სთან. ხელშეკრულების ღირებულებიდან 550,000 евро წარმოადგენს უშუალოდ მომსახურების საფასურს, ხოლო დარჩენილი თანხა მოიცავს გადასახადებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებს. მომსახურების მიწოდება 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ძირითადად შეეხება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს და ქუვეითს. კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანიამ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560,000 ლარით დააჯარიმა. სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაასრულა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მომმართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხება გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას. სააგენტოს გადაწყვეტილებით 4 კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. ჭარბი ფასი განისაზღვრა როგორც გონივრულ მარჟაზე 30% პლუს ფასნამატი 20%-ზე მეტი. სააგენტოს პოზიციით დამრღვევი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. დაჯარიმებულ კომპანიებს შორისაა შეპესე Global CBS-ი. ჯარიმის მოცულობა 249,144 ლარი. შეპესე კონცეპტ ფარმა. ჯარიმის მოცულობა 21,646 ლარი. შეპესე რიჩ გრუპი ჯარიმა 77,936 ლარი. შეპესე გეა ჯარიმის მოცულობა 210,632 ლარი. მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება. საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე ზიანთან კორელაციით. სააგენტოს შეფასებით მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ჯამში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების 364 ფაქტი გამოავლინა. სააგენტოს ინფორმაციით საქმიან ეზოებში დასაწყობებული რესურსის მოცულობა 935 კუბური მეტრი შეადგინა. 2025 წლის იანვრიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 46 ფაქტი. რაც შეეხება ივლისს სამართალდარღვევებიდან 74 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 371 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს საქმიან ეზოებში დასაწყობდა. 2025 წლის 1 მაისიდან 3 აგვისტოს პერიოდში საქართველოდან 19,200 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა ექსპორტზე, რომლის ღირებულება 23,400,000 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 15%-ით, საექსპორტო ღირებულება კი 22%-ითაა გაზრდილი. ამ პერიოდში ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი კილოგრამზე 1,22 მიასედი დოლარი იყო, რაც 6%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა რუსეთი 16,000 ტონა, უკრაინა 2,100 ტონა, სომხეთი 574 ტონა, ბელარუსი 313 ტონა, ლატვია 118 ტონა, ყაზახეთი 18 ტონა, პოლონეთი 18 ტონა. 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოს კარტოფილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაეზარდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველომ 78,226 ტონა კარტოფილის რეალიზაციიდან 26,9 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანამ 2,578 ტონა კარტოფილი 886,000 დოლარად გაყიდა. შესაბამისად, კარტოფილის ექსპორტი დაახლოებით 30-ჯერაა გაზრდილი. საქართველოსთვის 2025 წელს კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, რომელზეც ექსპორტის 77% მოდის. იანვარ-ივნისში ამ მიმართულებით 50,347 ტონა კარტოფილი გაიყიდა და საქართველომ 20,9 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება იმპორტს, წელს 6 თვეში საქართველომ 3,9 მილიონი დოლარის ღირებულების 7,458 ტონა კარტოფილი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 22%
9.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წელს 6 თვეში ქვეყნისთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთი გახდა, სადაც საქართველო 5.054 ტონა კარტოფილი შეისყიდა და მასში $1.3 მილიონ გადაიხადა.